საფხული უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა და ზღვის სეზონიც დიდი ხანია დაწყებულია. მიუხედავად ამისა, ქობულეთის სანაპიროზე შეზლონგების განთავსებისთვის ნებართვა გამგეობას ჯერ არ გაუწია. მუნიციპალიტეტში არც ჩქარობენ, რადგან აქ თვლიან, რომ ქობულეთში აქტიური ტურისტული სეზონი 22 ივლისიდან იწყება. თუმცა აუქციონის გამოცხადებამდე გამგეობამ გადაწყვეტილება ერთ შემთხვევაში უკვე მიიღო და პლაჟზე შეზლონგის განთავსებისთვის გადასახადი გაზარდა. მმართველ გუნდს აღნიშნულის გამო დღეს ქობულეთის საკრებულოს ხდომაზე ოპოზიციასთან თავის მართლება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთის სანაპირო ზოლში შეზლონგების განთავსების მიზნით აუქციონი ჯერ არ გამოცხადებულა, მეწარმეებს პლაჟზე შეზლონგები უკვე განთავსებული აქვთ. მუნიციპალიტეტის გამგეობას აუქციონი 22 ივლისს აქვს ჩანიშნული. გამგებლის განკარგულების საფუძველზე წელს პლაჟზე შეზლონგის განთავსებისთვის გადასახადები მნიშვნელოვნად იზრდება. 22 ივლისი მე მგონი კი დაგვიანებულია. იმიტომ რომ 22 ივლისს უკვე ხალხი თქვენ თვითონ ხედავთ უკვე არის ისვენებენ და ეხლა ის 1-2 შეზლონგი რაც არის ფაქტიურად უკანონოთა გამოდის, ხო? ამიტომ დროულად რო ჩატარდეს რა მოხდება. დაგვიანებული აუქციონის და გაზრდილი ტარიფების შესახებ დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქობულეთის საკრებულოს ხდომაზე განმარტება მოითხოვეს. მათი შეფასებით აუქციონისთვის განსაზღვრული თარიღი დაგვიანებულია და იგი ტურისტულ სეზონს ხელს შეუშლის. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ნებართვა პირდაპირი წესით უნდა გაიცეს. 22 ივლისს აუქციონი დანიშნული, შესაბამისად 22 ივლისს უკვე დასასრულისკენ მიდის სეზონი და მანამდე არ აქვს მოქალაქეებს რომ გაიტანონ შეზლონგები და განათავსონ. დღეს შეზლონგები ვის ახლონათესავები ან მეგობრული ურთიერთობა აქვთ გამგებელთან ან სხვა თანამდებობის პირებთან, იმათ მიეცათ უნებართვოთ უკანონოდ ჩადგმის უფლება. პერსონალურად დაიყო რამოდენიმე სექტორებად და ეს სექტორები ზოგიერთ შემთხვევაში გასამაგებული ფასების გადახდა უწევს და ეს რა თქმა უნდა იმოქმედებს იგივე მოიჯარებს. შეფასდა აუდიტის მიერ მიწის ფასი და ცოტა შეფერხება გამოიწვია ამ საკითხმა, რომ შეფასება მოხდა ცოტა დაგვიანებით, ამიტომ საჯარო აუქციონს სჭირდება 1 თვის ვადა, რომ ჩატარდეს აუქციონი. გამგეობაში კი განმარტავენ, რომ პროცედურების გაჭიანურება აუდიტის სამსახურის მიერ სანაპირო ზოლის შეფასებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც საკურორტო ზოლი 4 ზონად და რამდენიმე სექტორად დაიყო. ქონების მართვისა და პრივატიზაციის განყოფილების უფროსი ლაშა ანანიძე აცხადებს, რომ იჯარის გადასახადი ყველაზე მოთხოვნად ადგილზე 70 მეტრზე 540 ლარი იქნება. აუდიტმა მოახდინა ზღვისპირა სანაპირო ზოლის შეფასება. თითოეულ ზონაში შეაფასა 1 კვადრატული მეტრის ღირებულება და იქედან მოხდა უკვე მერე ფასების განსაზღვრა სექტორების მიხედვით. არც ისე დაგვიანებული არ არის, მე მგონი, აუქციონის ჩატარება 22 ივლისს ჩატარდება უკვე აუქციონი და ძირითადი ტურისტული სეზონი ივლისის შუა რიცხვებიდან იწყება. მეწარმეებს, რომლებსაც ზღვის სანაპიროზე შეზლონგები თვითნებურად აქვთ განთავსებული, ზედამხედველობის სამსახურს არ დაუჯარიმებია. გამგეობის პრეს-ცენტრში გვითხრეს, რომ სამსახური ამ ეტაპზე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.